ორი იბერიას შორის, ასე ეწოდება წიგნად გამოცემულ ნაშრომს, რომელიც ცნობილ უკრაინელ მეცნიერს ეკუთვნის. არტემ ივანცოვი მიიჩნევს, რომ რამდენიმე ათასი წლის წინ ინდოევროპელების მოსვლამდე უძველესი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულენოვანი ტომებით იყო დასახლებული. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისიდან მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ბასკების, კორსიკელებისა და ქართველების საერთო წარმომავლობაზე საუბრობს. თუმცა უკრაინელი ლინგვისტი და ისტორიკოსი ამ თეორიას გაცილებით გლობალურად ხედავს და აცხადებს, რომ არსებობდა ერთი დიდი ქართულენოვანი ცივილიზაცია, რომელიც ევროპას, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკას მოიცავდა. მოჰყავს უძველესი რუკებიდან ასეულობით ტოპონიმი, რომელთაც ახსნა მხოლოდ ქართულ ენაზე მოეძებნა. ლინგვისტი ვარ და წლების წინ დამაინტერესა ქართულმა ენამ. აღმოაჩინე, რომ უკრაინაში რამდენიმე გეოგრაფიულ დასახელებას, მათ შორის მდინარეებს, არ ჰქონდათ არც ერთ სხვა ენაზე არანაირი ახსნა გარდა ქართული ენისა. ამის შემდეგ გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა ეს საკითხი. უკვე 100 წელზე მეტია, რაც საუბარია ბასკურ და ქართულ ენებს შორის მჭიდრო ნათესაობაზე. ის უამრავი საერთო სიტყვა, რაც ამ ორ ერს აქვს, აღნიშნული თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს. საინტერესოა, რომ ორი იბერია ძალიან შორს არის ერთმანეთისგან და მაინც ამდენი საერთო აქვთ. ლოგიკურად მივედი დასკვნამდე, რომ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე და როგორც შემდეგ აღმოჩნდა მთელ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ინდოეთშიც კი ცხოვრობდნენ ტომები, რომლებიც ქართველურ ენებზე საუბრობდნენ. ეს იყო აღმოჩენების ნიაღვარი. არტემ ივანცოვი მიიჩნევს, რომ ამ გლობალური თემის წამოწევა მსოფლიოს სამეცნიერო წრეებისთვის დიდი, ახალი თავსატეხია, რომელიც ბევრი ცნობილი მეცნიერის ნაშრომს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთანავე მსოფლიოში ძალიან ცოტაა ქართული ენის ღრმად მცოდნე ისტორიკოსი და ლინგვისტი. შესაბამისად, ეს თემა ჯერჯერობით ფართო მასშტაბებს ვერ იძენს. უკრაინელი მკვლევარი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას ესპანეთში რამდენჯერმე იყო ჩასული, აღნიშნავს, რომ ბასკებს ნაკლებად ხიბლავთ მყარი არგუმენტებით გაჯერებული ეს თეორია. ბასკებს არ სურთ ღრმად გამოიკვლიონ ეს საკითხი და დღის შუქზე გამოიტანონ, რადგან ისინი ძალიან ამაყობენ საკუთარი უნიკალურობით და არ უნდათ აღიარონ, რომ მათ მსგავსად მთელი პირინეის, ესე იგი იბერიის ნახევარკუნძული ქართულენოვანი ტომებით იყო დასახლებული. აქ ინდოევროპელების, განსაკუთრებით კი რომაელების მოსვლის შემდეგ დაიკარგა თვითმყოფადობა, რომელიც მხოლოდ ბასკებმა შეინარჩუნეს. მათ არ უნდათ აღიარონ, რომ ესპანეთში მცხოვრებ ყველა ერს იბერიული ფესვები ჰქონდა და ისინი ესპანელების ნათესავები არიან. მათთვის ბასკების უნიკალურობა და თვითმყოფადობა საერთო ეროვნული იდეაა. უკრაინელ მკვლევარს საკუთარი თეორიის დასამტკიცებლად მოჰყავს უამრავი საინტერესო და ლოგიკური არგუმენტი, რომელთა ჩამოთვლასა და განხილვას სამეცნიერო კონფერენცია დასჭირდება და ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მარტივ მაგალითს შემოგთავაზებთ. ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე არის მთა, რომელსაც პიკო დე ორი ეწოდება და მართლაც მთას ზუსტად ორი მწვერვალი აქვს. დღეს გარკვეული მიზეზების გამო შესაძლოა ზოგს ღიმილი მოჰგვაროს, მაგრამ პტოლემეოსის რუკაზე მადრიდთან ახლოს აღნიშნულია ტომის სახელწოდებით ვაკელები. იქვე რამდენიმე კილომეტრში კი არა ვაკელები ცხოვრობდნენ. არტემ ივანცოვი მიიჩნევს, რომ ვაკელების უფრო მრავალრიცხოვანი ტომისგან გასარჩევად შედარებით პატარა, მეზობელ ტომს არა ვაკელები უწოდეს. უარყოფითი ნაწილაკი არა ნაშრომში მოყვანილ ბევრ სხვა მაგალითშიც გვხვდება. ადგილის აღნიშნული ქართული სუფიქსი ეთი პირინეის ნახევარკუნძულზე უამრავია. მაგალითად, არსებობს ადგილი, რომელსაც ტარტეთი ეწოდება. არტემ ივანცოვი ამ ტოპონიმს ხსნის, როგორც ადგილს, სადაც ბევრი თართია. მართლაც, აქაური მდინარეები დღემდე სავსეა თევზის ამ სახეობით. წიგნში თავმოყრილია 400-ზე მეტი ტოპონიმი მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც მანამდე არავინ ახსენებდა ქართულ კონტექსტში. მათგან უმეტესობას არც ერთ ენაზე არა აქვს ახსნა და თუ აქვს ძალიან ბუნდოვანი, საეჭვო და არადამაჯერებელი. თუმცა ყველა მათგანი თავისუფლად იხსნება ქართველურ ენებზე. აქ გულისხმობ ქართულს, სვანურს, მეგრულსა და ლაზურს. ჩემს კვლევას ბევრი ყურადღება საერთოდ არ აქცევს, რაც ძალიან უცნაურია, განსაკუთრებით კი ქართული სამეცნიერო წრეების მხრიდან. უარყოფენ უამრავ ფაქტს, თან ისე რომ წიგნი არც წაუკითხავთ. მე მესმის, რომ ეს თემა შეიძლება არაპოპულარული იყოს ვთქვათ რუსი, ბერძენი ან ინგლისელი მეცნიერებისთვის. მაგრამ რატომ არ ინტერესდებიან ქართველი მეცნიერები, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. აქ არის უტყუარი ფაქტები, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია. ამ საქმის ყველა არაკეთილმოსურნე შემიძლია დაუმტკიცო, მოუყვანო ისეთი უტყუარი არგუმენტები, რომლის საწინააღმდეგოდაც ვერაფერს იტყვიან.
არტემ ივანცოვი ამტკიცებს, რომ ქართულენოვანი ტომები ჩრდილოეთ ევროპაშიც ცხოვრობდნენ, მათ შორის ბრიტანეთის კუნძულზეც კი. ბრიტანეთში დღევანდელი ლესტერის მიდამოებში ცხოვრობდა ტომი, რომელთა სახელწოდებაც არის ქორიელთავი. ეს სახელწოდება იხსნება მხოლოდ ქართულ ენაზე, ქორი და თავი, ესე იგი ქორის თავიანების ტომი. მათ სიმბოლიკაში ხშირად ფიგურირებს ქორის გამოსახულება და მეტიც, მათ მეფეს ერქვა ქართველიოსი. ეს არ არის ზღაპრები, ეს ბრიტანეთის ისტორიაა და ნებისმიერი ადამიანი ამ ინფორმაციას ინტერნეტში ზუსტად 2 წუთში ნახავს. უკრაინელ მეცნიერს ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული, თუ საიდან მოხდა ასეთ ფართო არეალში ქართულენოვანი ტომების განსახლება. თუმცა ვარაუდობს, რომ აღნიშნული პროცესი უფრო კავკასიიდან უნდა დაწყებულიყო. ის რომ თეთრ რასას, ევროპულ რასას უკვე დიდი ხანია ოფიციალურად კავკასიური რასა ეწოდება. ის რომ ევროპაში ყველაზე ძველი ხორბლისა და ვაზის ნიმუშები აქ არის ნაპოვნი. ის რომ აქ უძველესი და უმდიდრესი არქეოლოგიური მასალა ამოდის და კიდევ უამრავი სხვა რამ. ვაფიქრებინებს, რომ ამ ცივილიზაციის კერა სწორედ საქართველო იყო და ყველაფერი აქედან, კავკასიიდან გავრცელდა. მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი. საინტერესოა ის, რომ ერთ დროს სამყარო ქართულად, ან გნებავთ ქართულის მონათესავე ენაზე საუბრობდა. ესე იგი იყო ზუსტად ის ხალხი, რომლებიც თქვენ ხართ და ნაწილობრივ ჩვენც, როგორც ყველა ევროპელი. არტემ ივანცოვმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ქართლის ესპანეთი“. მომავალში კი გეგმავს შექმნას ფილმების სახელწოდებით „ქართლის იტალია“, „ქართლის საფრანგეთი“, „ქართლის ბრიტანეთი“, „ქართლის საბერძნეთი“, „ქართლის უკრაინა“, „ქართლის აფრიკა“ და „ქართლის აზია“.